შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ვალდებულია ჩაერიოს შრომითი დავების დარეგულირების პროცესში, განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ. შრომითი დავების დარეგულირების შემთხვევაში შრომის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა სამინისტრო არამც თუ ჩაერევა, არამც თუ ეს მის სურვილზეა დამოკიდებული, არამედ ეს არის მისი ვალდებულება. გაწერილი არის და მთავრობის მიერ დამტკიცებული არის შესაბამისი რეგულაცია, თუ როგორ უნდა ხდებოდეს ასეთი დავების დარეგულირება. პირველ ეტაპზე ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, შრომის დეპარტამენტის თანამშრომლები ჩადიან ადგილზე და ასე ვთქვათ, პირველ მოლაპარაკებებს მედიაციას აწარმოებენ. თუ ეს ეტაპი სრულდება უშედეგოდ, შემდგომში უკვე არის ოფიციალური მედიატორის გამოყოფა მოლაპარაკებების და შემდეგი ეტაპი თუ ესეც წარუმატებლად დამთავრდა და ეს ეტაპები დიდ დროს არ იჭერს ხოლმე, უბრალოდ უნდა გავლილი იყოს. გადადის ეგრეთ წოდებული ამოქმედება სამთავრობოს სამმხრივი კომისია. ამასაც თავისი რეგულაცია აქვს. კაზრეთის შემთხვევაში, ისევე როგორც ჭიათურის შემთხვევაში, მე ვფიქრობ, რომ უახლოეს დღეებში ეს ფორმატი გააქტიურდება და უკვე სამმხრივი კომისიის ფარგლებში იქნება მოლაპარაკება, ოფიციალური მედიატორის დანიშვნა, ანუ ვადასტურებ, რომ დიახ, ჩვენ აქტიურად მივიღეთ მონაწილეობას ამ საკითხების მოგვარებაში.